მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 1 მარტი, აპრილი, მაისია. შევაკეთებ ზურგის დღეს. დღეს აჩუქეს ფოტოშოპის მიკროფონი. ვნახავი ხარ როგორ იღებს და როგორ ისმის ხმა მიკროფონში. შევამოწმოთ. რაც შეეხება ვარჯიშს. დღეს ვიქნება ზურგის დღე. და გაჩვენა ზურგის დღეს ჩემთან ერთად რა. პირველ ვარჯიშს ვაკეთებ ტურნირს დაახლოებით 10 განმეორებას 4 მისვას. ეს 4 მისვა გავაკეთე, უბრალოდ არჩევსი. ეხლა გვექნება pull down-ი. სწორი ღერძის ჩამოტანა ზურგზე რა. მორჩება აგერ ჩვენი ძმა. აგერ მორჩა გავაკეთეთ. ამას ვაკეთებთ 4 მისვლას 12 გამეორებას. ესე იგი, pull down-ს მორჩი. ეხლა მაქვს წვრილი ვიწრო მჭიდით ჩამოტანა. ისე 4 მისვლა 12 გამეორება. ძალად ქირქოს მაქვს, მაგრამ სხეული არ მომყვება რა. წონა დაახლოებით 83-დან 84-მდე მითამაშებს რა. დღით იღებ უფრო ვშლები. იმის ხარჯზე რომ ძალიან ბევრ წყალს ვკარგავ რა. რაც საჭიროა გამოდის იდეაში. კარდიოს ხარჯზე. თან მარილს ვიღებ. ძალიან ბევრ მარილს ვჭამ. და ნახოთ რა. მე მარილი რო შემეწყვეტება წესით უფრო უნდა გამოვიდეს წყალი რა. იმას განახეთ მე. ფორმას განახეთ რა. ეხლა გვაქვს ჰანტელის ამოტანა ორივე ხელით. 3 მისვლა გვაქვს ეს 12 გამეორება რა. ვცდილობთ მაქსიმალურ წონით გავაკეთოთ.
შემდეგი ვარჯიში გვაქვს ღერძის შემოტანა, ოღონდ ჩატრიალებული ხელით. 4 მისვლა ეს იქნება 4 მისვლა. 12 გამეორება. სასწაულად მძიმე წონის აღება არა ასაჭირო. რომ იმ კუნთებს და იმ ჩაღრმავებებს კარგად დავარტყათ, რაც გვჭირდება რა ამჟამად. რა კომენტარს გააკეთებდი წლევანდელსა და შარშანდელს ფორმებს შორის? ანუ რას ფიქრობ? წელს რამდენად ვარგა? შენი ფორმა? ხო. ზოგადი დაკვირვებით დიდი სხვაობა შეიძლება ვერ შეამჩნიო, მაგრამ მე ძველი ფორმა რო ვიცი, ამ დროს უფრო ცხიმში იყო ვიდრე წინა წელს. ანუ წინა წელს უფრო ცხიმში იყო ამ დროს ვიდრე ახლა. და კიდე კუნთის მასა ძალიან მომატებული. მოკლედ, კაი ფორმაა და წელს უფრო უკეთესი შედეგი იქნება, მაქსიმალური რა თქმა უნდა. იმედია ვნახოთ რა. მე ვეცდები. შემდეგი ვარჯიში გვაქვს ფულოვერი. ამ ჭიდით ვაკეთებ მე თავიდან ვაკეთებდი თოკით. და მე გადმოვედი ამ ჭიდზე. ამ ჭიდში უფრო უკეთ ვცნობ რა. ამას ვაკეთებთ თუ რამე 4 მისვლას, ხეხარი მეორე მისვლა. 4 მისვლას ვაკეთებთ კარგი გაწელვით, კარგი შეკუმშვით რა.
ეხლა გვაქვს ტრიცეპსი. ჯერ ვაკეთებთ ტეხილი ღერძით გაშლას და მე გადავალთ რა. სამარჯვით ვაკეთებ ტრიცეპს. 4-4 მისვა რა. იმიტომ რომ ძალიან დატვირთ ვარ გვინდა. ხვალ მხარი მაქვს. და ცოტაზე დამკერდი, ამიტომ ძალიან დატვირთ ვარ გვინდა ტრიცეპს. ამას 4 მისვას ვაკეთებ როგორც გითხარით. პირველი გახურება იყო შედარებით. და ეხლა გავაკეთებ სამუშაო მისვლები წავა 3 დანარჩენი და იქაც დანარჩენი 3-4 სამუშაო მისვლა. წონასთან მომატეთ. ხუთმეტ გამეორებას ვაკეთებთ ამას. მოკლედ ტრიცეპსის პირველ ვარდიში გავაკეთეთ სპაიდერით. ეხლა ცალი ხელით გვაქვს დროს ჩამოტანა. აქაც 15 გამეორება რა. წონა ისეთი რომ სუფთა გამეორებები გავაკეთებთ რა.
მოგეთ. შემდეგი გვაქვს ფრანგული ღერძით. ტრიცეპსის გამორს. კარგად. ფრანგული ღერძით ტრიცეპსი გვაქვს შემდეგი. ხო, არა უშ. ფრანგული ღერძით გვაქვს ტრიცეპსი შემდეგი. ხან დამჯდარი ვაკეთებ ამას. ხან დაწოლილი ამ შემთხვევაში დაწოლილი გავაკეთებ რა. ერთხელაც გავაკეთებ. ეგა რა დღეს ეს არის მეორე მისლამის მე ეს გავაკეთებ და ესვის სულ ეს იყო რა. კარდიოს გავაკეთებ მე 9 საათი. დღეს ადრე მოვედი სხვა შორის. მარცხენა ტრიცეპსი მიტრაკებს რა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო მეურვება. მზადებაში მეხმარებიან გლადიატორის თითქმის სრული გუნდი. ჩემი ტრენერი კოჩაც, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ამ ფორმის წარდგენაში რა. და ზოგადად ჩემს ასპარეზზე ყოფნაში საერთოდ. ასე რომ ყველას წარმატებებს გისურვებთ თქვენს ცხოვრებაში და კარიერაში. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.